შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის მეთადონი, ალფა-პივიპი, კოკაინი, კეტამინი, უპრენორფინი, მარიხუანა, კანაფი და სხვა ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2026 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა 5000-მდე პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისმგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.